არ გვეტყობა ამდენი გაჭირვება, ამას მთავრობა ვერ ხედავს. სირცხვილის ნატამალი არ გააჩნიათ. 20 ლარი პირი როგორ უნდა გააღო, 20 ლარი მოგიმატე. სირცხვილის ნატამალი რო არ აქვს ამ ხალხს. ჩვენ მთავრობა არ გვყავს ბოდიში. გვაქვს ძალიან კარგი ტენდენციები, შარშან იყო მაღალი ეკონომიკური ზრდა, წელსაც გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, მთავარია რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ზრდის მაღალი ტემპი შევინარჩუნოთ. ჩვენ გავაორმაგეთ და კიდევ უფრო მეტად გავზარდეთ, ხოლო და 4 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, ნომინალური ეკონომიკა დოლარში, რაც ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკა ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება. ხაზი გაისვა ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, რა გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში, რა მიღწევები გვაქვს. აბსოლუტურად შეიძლება ითქვას, რომ ყველა მიმართულებით გვაქვს ხელშესახები წინ გადამდგებით. კოცი საკუთარი ეკონომიკური მიღწევებით კმაყოფილია. სანამ იმას მოგიყვებით თუ როგორი კმაყოფილია საკუთარი შემოსავლებით, მანამდე აზრი ხალხს ვკითხოთ. პენსიონერებმა რა დავაშავეთ? ჩვენ ხო გვინდა არსებობა, რამდენს უჭირს? ცოდვა ვართ ხალხი. 350 ლარი მაქვს და ისის სესხი მაქვს აღებული. სესხიდან სესზე გადავდივარ. რა ვქნათ, არ გვაქვს საშუალება და სესხი. ჩვენ ფულს ჯიბეში ნუ ჩაიდებენ. დაგვირიგონ ცოტა მოგვიმატონ პენსია 20 ლარი მომიმარა. 20 ლარი სასირცხვილო პენსია. აქეთ მოუმატებს სურსაც, წამალს რომ მოუმატებს, ვითომ წამლები ძვირია, რა არ არის ძვირი? ყველაფერი ძვირია. ვერ ყიდულობ. თუ ვიყიდი პურს ვერ შევჭამ. რომელი კარგი, რა კარგია საუბარი. ყოველ დღე უარესდება გლეხის ცხოვრება, გაჭირვებული ცხოვრება. და 180 მქონდა წნევა. და გავიხიდე სუმკაში წამალი არ აქვს. მოდი გამოვიქეცი აფთიაქში და ორი კაკალი წამალი ვიყიდე და გადაყვეს. მარ აფხაზეთიდან დევნილი, სხვათა შორის ძმა იქ მომიკლეს, მამა ჩემი უგზო-უკვლოდ დაიკარგა არსადარეთ და მოდის თხოვლობს ივანიშვილი მოუხადოთ რუსებსო. მე რუსებზე კი არ მე თავრობაზე ვამბობ ახლა ამას. ნიუჟელი ამ ხალხს არ ესმის რაშია საქმე, რომ ცოტა ხალხს რო გადმოიხედოს, ხალხს რო უყუროს რაღაცა და ხალხს რაღაცა მისცეს, რომ თვითონ იჯიბავენ და სასწაული რაღაცა ყოფილა. კიდე კაი რო გამიშხავდა ეს ამბავი. ჩვენ ხო არ ვიცოდი ამდენ კი ჭამდნენ ვიცოდით, მაგრამ სულ ასე ჯიბიდან რო ღუჯა გადმოდიოდა გარეთ ეს ჩვენ არ ვიცოდით. ხანდიხან ვეჭყობები შემოდიან აქ ხარებს და მაინც კი არა, მაგრამ ეშინიაო ბატონო, რო თქვა რაღაცაო. მეშინიაო, ან პენსიას მომიხსნიანო, ან სამსახურიდან გამაგდებენო და აი ამაშია საქმე. მე გეხვეწებით, რომ რაღაცას ვლაპარაკობთ ამათზე. აი ეს რო არ ამოშალოთ, თუ შეიძლება მაგის ჩაწერა, ამიტომ ძალიან ნაწყენი ვარ სხვათა შორის სამთავრობის, როცა ეს თავრობა მოდიოდა მე ვიდექი იქ ამ თავრობის მოსვლაზე და ბევრი დაპირებები იყო და ეს დაპირებები ყველაფერი წყალში ჩაყარეს. თავრობა მოსում ეკონომიკა იზრდება და გრძნობთ უკეთესობას. ვერ გრძნობ, ჩვენზე ვერ აისახა. მიუხედავად იმისა, მე ამ თავრობის ძალიან მომხრე ვიყავი, არ მომწონს პენსიონერებს როგორ ექცევიან. არ მომწონს, იმიტომ რომ ძალიან რო უნდათ იმ ევროპაში შესვლა 15,000 ევრო თუ არ ვიცი რამდენი აქვთ იმას. ისინი გულაობენ ისა, როცა გადიან იმაში, რა ქვია, პენსიაში. ის მომატებაც არ მომწონს. რო გამოაცხადებენ, რომ რაღაცას ემატება, ალბათ 10 თვით ადრე უკვე ყველაფერს ემატება. აი რა განსხვავება, პენსიას რო გიმატება. არანაირი, აბა. ხავიყიდეთ, ხაგავყიდეო, რა გაბოვიდა ახლა. ეგ მომატება არ არის უკვე. ეკონომიკა არ ვიცი როგორ იზრდება, მაგრამ ხალხი რო ისე და ფასები რო ყოველდღე მატულობს, ამას რა ქვია, ახლა შეიძლება ბევრი რამე იცვლება ხალხისთვის. ჯამრთელი პენსიონერი მაჩვენებთ. იმას წამალი ხო უნდა, კომუნალური ხომ უნდა გადაიხადეს. აი კითხეთ ნებისმიერს, უბრალოდ ვის აქვს დალხენილი ცხოვრება და მაგაზე მივხვდებით. ციფრებში და რაღაცა იმაში არ არის, რაღაც მსოფლიო რეიტინგებში, რომელიც მე არ ვიცი რითი ზომავენ, ჩამოვიდნენ და აქ გაზომდნენ ეს ხალხი გამოკითხონ და მე უფრო მივხვდები. რეალურად შეიძლება 2 მილიონამდეც არ ვიყო საქართველოს დარჩენი და ეს ადამიანებიც გაქცევას ფიქრობენ და აი ჩვენ ისე უნდა მოვიქცეთ და ისე აი ღმერთს ვთხოვ, რომ ისეთი ხალხი იყვნენ სათავეში, რომ ყოველთვის იფიქრონ იმაზე, რომ ქართველი საქართველოსდან არ გაედინებოდეს. ეკონომიკურად ყოველდღურად ვიზრდებით, ამას ამბობს ჩვენი მთავრობა. მე ვერ გრძნობ პირადად და ბევრი ჩემნაირი. იმიტომ რომ იმ ხელაფასებია წამლებზე ყველაფერზე, რომ ჩვენი მთავრობა ამბობს, რომ ქვეყანა ყოველდღურად იზრდება ეკონომიკურად და ამას არა, კაცო, თქვენ ჩემზე სადაა ეკონომიკა, ქალბატონო. სადაა ეკონომიკა?
თუ შენ არაფერს არ აწარმოებ ქვეყანაში ეკონომიკა ისე არ მოდის სხვის იმედით რო ხარ თუნდაც სულუქევრეწოლობა უნდა იყოს განვითარებული სოფლის მეურნეობა მიგდებულია ასე არ არის? რა უნდა იმ პენსიით რანაირად უნდა იარსება მითხარით როცა ეკონომიკა და ფასები როგორ აწეულია ყველაფერზე პროდუქცია არა არის სამართლიანი ნამდვილად არ არის ჩემ პენსიით 5 კონტრაქტს ვერ ვყიდულობდა იმას ხორცი 30 ლარია ამას ვერ ვყიდულობ რა 20 სასიცხვილოდ არის ჩემხნის გარეთ რა უნდა კუჩაში ყველაფერი მტკივა და საყიდელი პული არ აქვს კრედიტი მაქვს გამოტანილი ბანკიდან და იქიდან რა უნდა მჭამო 250-ს ვიღებ პენსიას 250 ლარად რამე სიყიდი არ ყოფილი შვილო ამან ყოფილი და წამლებში არ ყოფნის მარko წამლებში კარგია პენსია რა ვიცი იზრდება წელიწადს ისეს კარგია მაგრამ ძალიან ცოტა იზრდება სამალი რომელსაც 20 ლარა 30 წუთილობის 100 ლარი არ გაყოფა და სასიცხვილოდ ვიმატებენ 20 ლარს მილიონებს რჩიბეში იდებენ თვითონ მაგები და პენსიონერები 450 ლარა პენსიონერები რა უნდა როგორ ვინახულოთ თავი სამალი ვიყიდო თუ საჭმელი საქსტატის ოფიციალური მონაცემებით ცხოვრება ყოველთვიურად ძვირდება. ინფლაციის ტემპი წლის დასაწყისიდან დაჩქარებულია. ოქტომბრის თვეში ინფლაცია 5.2% იყო. უშუალოდ სურსათი კი 12%-ით არის გაძვირებული. Start Business Solutions მიერ საქსტატისგან დამოუკიდებლად ჩატარებული კვლევის მიხედვით, მიმდინარე წლის ოქტომბერში 4 წევრიანი ოჯახის ყოველთვიური ხარჯი აუცილებელ საკვებ პროდუქტებზე 1017 ლარია. ხორცისა და თევზის ჩათვლით, ხოლო ამ უკანასკნელის გარეშე 785 ლარი. საქსტატის 2025 წლის მეორე კვარტლის მონაცემების მიხედვით საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ნომინალური თვიური ხელფასი 2212 ლარია, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ოჯახში ერთი ადამიანი არის დასაქმებული, მისი შემოსავლის თითქმის ნახევარი მხოლოდ კვებით საჭიროებებზე იხარჯება, რაც თითქმის შეუძლებელს ხდის დანარჩენი მნიშვნელოვანი საჭიროებების დაკმაყოფილებას, მაგალითად როგორიც არის ჯანდაცვა, კომუნალური გადასახადები, ტრანსპორტი, განათლება და ასე შემდეგ. გაზრდილია საქართველოში სოციალურად დაუცველთა რიცხვიც და ის 700,000-ს აღწევს. ეკონომიკა ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება და ვისთვის გაიზარდა და ვისზე აისახება ეს ეკონომიკური ზრდა, ქოც ამაზე პასუხი არ აქვს. ფაქტი ერთია, საშუალო სტატისტიკური მოქალაქე უკეთესობას ვერ გრძნობს, ვერც პირველ, ვერც მეორე, ვერც მეოთხე და ვერც მე-13 წელს. რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას და მისი ტემპების ზრდას, პირველ წელიწადს ეს იქნება ძალიან რთული. ამას შეიძლება საკმაოდ დიდი მოსამზადებელი პერიოდი. მე ვფიქრობ, რომ მეორე წელიწადი იქნება უკვე საგრძნობლად უკეთესი. მესამე იქნება ის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ამას უკვე საკუთარ ჯიბესა და საკუთარ ოჯახებზე იგრძნობენ. მეოთხე წელიწადი იქნება ძალიან კარგი. ხალხი ვერა, მაგრამ ოცნების მაღალ თუ დაბალ ჩინოსნები ნამდვილად გრძნობენ უკეთესობას. 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მათი უკვე გაზრდილი ხელფასები კიდევ უფრო იზრდება. დავიწყოთ ზემოდან. მიხეილ ყაველაშვილს, ირაკლი კობახიძეს და შალვა პაპუაშვილს ხელფასები გაეზრდებათ 1400 ლარით და 16000 ლარს გაუტოლდება. მინისტრების ხელფასები 1190 ლარით იზრდება და ხდება 13600 ლარი. მაგალითად, პრინციპული ირაკლი ჩიქოვანის, ხალხის დამწიოკებელ დამჭერი გელა გელაძის, მილიონერი მარიამ ქრივიშვილის, გელათის ჩამოქცევაზე დადუმებული თიკა რუხაძის, ძვირადღირებული ბრენდების მოყვარული მაკა ბოჭორიშვილის და დანარჩენების. ჯუანშერი აღარ არის მინისტრი და კორუფციის გამო ციხეში ზის, თორე მაგის ხელფასიც გაიზრდებოდა. და რა დააშავეს მინისტრის მოადგილეებმა? არც არაფერი. ამიტომ მინისტრის პირველ მოადგილეს ხელფასი 1050 ლარით ეზრდება და 12000 ლარს გაუტოლდება. დანარჩენ მოადგილეებს კი 1015 ლარით და 11600 ლარი იქნება. წინსვლა და წარმატებები გვაქვს პარლამენტში დასაქმებული ქოცების შემთხვევაშიც. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გია ვოლსკის ხელფასი 1288 ლარით გაიზარდა და 14720 ლარი გახდა. დანარჩენი მოადგილეების ნინო წილოსანის, თეა წულუკიანის, გიორგი კახიანის, სოზარ სუბარის და ილია ინჯიას ხელფასები 1260 ლარით იზრდება და ხდება 14400 ლარი.
არც ფრაქციების თავმჯდომარეები დარჩნენ ყურადღების მიღმა. მაგალითად, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კირცხალიას ხელფასი 1190 ლარით იზრდება და 13600 ლარი ხდება. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეებიც არ დაიჩაგრებიან და მათი ხელფასი 1162 ლარით გაიზრდება და 13280 ლარი იქნება. ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარეს ირაკლი კირცხალიას პარლამენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით არც მეტი, არც ნაკლები 10 მოადგილე ჰყავს. ლევან მაჭავარიანი, რამინა და არჩილ ბერიძეები, თორნიკე ბერეკაშვილი, ედიშერ თოლორაია, ირმა ზავრადაშვილი, იოსებ ჯორბენაძე, ნოდარ ტურძელაძე, სალომე ჯინჯოლავა და გენრიეტა წიწავა. მეც კი გაოგნებული ვარ, ვერც კი წარმომიდგენია როგორ უნდა იფუნქციონიროს ფრაქციამ, თუ მის თავმჯდომარეს 10 მოადგილე არ ეყოლება. აქ უბრალოდ დეპუტატობის გარდა ყველას აქვს დამატებითი თანამდებობა, რაც დამატებით ხელფასს და სარგებელს ნიშნავს. ფრაქციებში, საპარლამენტო ჯგუფებში, კომიტეტებში ყველა სადღაც არის დამატებით გაფორმებული. თუმცა არც უბრალოდ დეპუტატები დაიჩაგრნენ, მათი ხელფასი 1120 ლარით იზრდება და 12800 ლარი იქნება. იზრდება აჭარის მთავრობის ხელმძღვანელისა და მინისტრების ხელფასებიც, მოსამართლეების ხელფასებიც იზრდება. 2025 წლის 1 იანვრამდე საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ხელფასი 4624 ლარი იყო. პირველ ჯერზე ქართულმა ოცნებამ ხელფასები 2.5-ჯერ გაზარდა, ახლა კი კიდევ დამატებით ზრდის. ალბათ არ მოიძებნება მსოფლიოში არც ერთი ქვეყანა, რომლის პარლამენტის წევრის ხელფასიც 1 წლის განმავლობაში გასამაგდა. მით უმეტეს ქვეყანა, სადაც 700.000 სოციალურად დაუცველი ადამიანი ცხოვრობს და სოციალურად დაუცველი ბავშვების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით 2024 წელს სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული ბავშვების რაოდენობა 6.5%-ით გაიზარდა. ამავე მონაცემების მიხედვით ამ ბაზაში რეგისტრირებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვების რაოდენობა 350.000-ზე მეტი არის. აქედან საარსებო შემწეობას 270.000-ზე მეტი ბავშვი იღებს. ამასთანავე კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების სახელმწიფო პროგრამაში 4161 ოჯახი ჩაერთო. დეპუტატების ხელფასების ფონზე ნამდვილად შთამბეჭდავი მონაცემებია. ბავშვებიდან მოხუცებზე გადავიდეთ და ვნახოთ, რამდენით იზრდება პენსია. 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით პენსია 70 წლამდე პენსიონერების შემთხვევაში 20 ლარით იზრდება და 370 ლარი იქნება. 70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის 45 ლარით და 495 ლარი გახდება. მთელი 20 ლარით რამხელა წინსვლა რიგითი პენსიონერისთვის, რომელსაც პენსია არათუ არსებობაში, მხოლოდ წამლებშიც კი არ ყოფნის ყოველთვიურად. ვის მოემატა? მაგალითად ნინო წილოსანს იზრდება ხელფასი და ძალიან ცუდი ნინო წილოსანს ნამდვილად არ აქვს არც იმდიდრე და არ ხელფასი და ჩვენ ნამდვილად გვაკლია. მეც ვერაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ მე ამ თავრობას უჭერთ მხარს, მშვიდობას და სიკეთეს. თუ ამ მილიონები არ ყოფნით, ჩვენ 350 ლარიდან 100 ლარი გადამაქვს, იმიტომ რომ არ მაქვს საშუალება ვიღებ სეზა. თუ მე 250 ლარს მაკმარებენ წამლების ფული, რომ არ ხებულობ ახლა ვილაპარაკე, წამლების ფულად არ ყოფნე შულოდა. რომელ სამართალზეა? სამართალი არის უპარი მარტო. ამად მე არც გავლანძღავი, იმიტომ რომ აზრი არა აქვს, ლანძღე იყვირე რა აზრი აქვს. ტოლვილების დახმარებას 45 ლარს რო აძლევენ ამდენი წელი, შენ ჯიბეში რომ იტირ დავრობა რო ხარ, თუ გინდვინ 45 ლარი როგორ უნდა იკმაროს ადამიანს? უსირცხვილო, სირცხვილი კი ნამოსის დატამალი არ გააჩნია. მე არავის არ განვიკითხავ, იმიტომ რომ უფალი მე განმიკითხავს, მაგრამ ვის ხვის ეშინოდეს, ბავშვები იხოცებიან, წამლის ფული არ აქვს დედებს და გული მიტირის, შულო, მაგრამ ვერ ვეხმარები ვერავის, იმიტომ რომ 250 ლარი სანტლის ფულია, ჩემი მეტი არაფერი. გონს მოსულიყვნენ ესენი, გონს მოიგავ. თვითონ ახლა რამდენი ათასობით ლარებს უმატებენ ამ ჩინოვნიკებს და არ არიან გამსხარები და წილოსანი კიდე რო დადის იქ ჩაპიწყინებული. ცოტა გახედოს ხალხს რა აცვია და რა უკეთია ხელზე. აი ამიტომ და ის ენა კიდე გააჩეროს ცოტა რომ არ გაბრაზდეს ხალხი, თორე ხალხი თუ გაბრაზდება, მე ცუდია მდგომარეობა. აბსოლუტურად ერთი თეთი, ერთჯერად დახმარებაზე მივედი ტოლვითა სამინისტროში, ერთი კაპიკი არასდროს არ მიმიღია. ერთი თეთი 79 წლის კალი დგევა რაგერ ქუჩას ვხედავ. ხო და იქიდან ვიღებ რაღაც კაპიკებს. აი ცხვენოდეს თავრობას, მეტი არაფერი არ მინდა. სირცხვილი მაგათ, სირცხვილი. იმათ დიდ ხელფასებს ვაძლევთ, იმიტომ რომ არ მოიპარონო და ეგენი მაინც მე არც მომეპარე, არც ვიპარავ და არც არასოდეს არ მომეპარო. ჩვენ რატო უნდა დავიჩაგროთ ამის გამო? მე არ მეს. პენსიონერი უნდა დაიჩაგროს მაინდა. ყველა
გადაიჩაგროს მასში. მაშინ იმათ მისცენ რა ჩვენ პენსია გვაქვს ის ხელფასი ბევრს ლაპარაკობენ რომ მე რაო ის ქალი რო იძახდა გვარი დამავიწყა მე რაო რა მოხდაო რო ისა რა ქვია ეს სამაგიეროთო ძალიან ბევრი რაღაცებია უისეურად რა არის ძალიან ბევრი წამალს რო გაძლევენ ის წამალი მაგალითად მე არ მეხდება არც ერთი გინდ მომცენ გინდა რა პენსიონერს გარდა იმისა რომ პენსია ფულადი სახით ემატება მუნიციპალურ და სახელმწიფო დონეზე ძალიან ბევრი დივიდენდებია იგივე ჯანდაცვის მიმართულებით სოციალური ჯგუფების ნაწილში და იგივე ტრანსპორტის და ძალიან ბევრი დივიდენდები რომელიც ერთად ფულადად ფულში რო გადაიყვანო ბევრად უფრო მეტია ვიდრე ჩვეულებრივი ამ წუთას განსაზღვრული ფულადი რაოდენობა მე ყველაზე ძალიან იცი რაზე მწყდება გული ჩემის აზრით სახელმწიფოში ყველაზე პრიორიტეტული უნდა იყოს მედიცინა და თავდაცვა ამ ორივეში ყველაზე დიდი კორუფცია რასაც მე უყურებ აი ეხლა რო იჭერენ დაიჭერენ ესეც იმათი ხوارია მე იმათი დიდი მომხრე არა ვარ არ გეგონოთ მაგრამ მოყანილები დაიჭირეთ ახლა. ყოველთვიურად რო იზრდება ფასები, თვითონ კი იზრდიან ხელფასებს რაღაცა პროცენტებით, მაგრამ არ არის პროპორციული ფასების ზრდასთან მიმართებაში. შესაბამისად, რა ვიცი, მგონი თვითონ თავრობის წევრების გარდა არავის არ ყოფნის. ეს არის სრული მარაზმი და სრული ტყუილი, როცა გვეუბნებიან, რომ ეკონომიკური ზრდა და აღმავლობა, ალბათ ეს სტატისტიკაც რაღაცა გამოგონილი ციფრებია, თუმცა თუ თავიდან გამომდინარე ამბობენ ეს ოცნების ჩინოვნიკები, რომელსაც 16000 ლარი აქვთ ხელფასი და გარდა ესეთი ფუფუნების, საგნებისა, ყველაფერს ახერხებენ აბსოლუტურად, ალბათ მათთვის არის ეკონომიკური ზრდა და აღმავლობაც. ნახოთ რას ნიშნავს ეს მომატებული 20 ლარი რეალურად. 2012 წელს პენსია 125 ლარი იყო, ახლა 350 ლარია. ამ 13 წლის განმავლობაში ფასები 80%-ით გაიზარდა ოფიციალური მონაცემებით. რეალურად გაორმაგდა, თუმცა მივყვეთ ოფიციალურ რიცხვებს და ვთქვათ, რომ 80%-ით გაიზარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ დღევანდელი 350 ლარიანი პენსია 2012 წლის ფასებში 190 ლარს უტოლდება. ვნახოთ დღევანდელი მონაცემები ფასების ზრდის და ინფლაციის. მაგალითად, 12%-ით იზრდება ფასები პროდუქტებზე, 10%-ით გაიზარდა ჯანდაცვაზე, ხოლო ინფლაცია 5.2%-ია. ეს იმას ნიშნავს, რომ პენსია კი არ იზრდება, არამედ იკლებს და წლიდან წლამდე მისი მწყიდველობით უნარიანობა სულ უფრო და უფრო ნაკლებია. გაჭირვებული ხალხის მდგომარეობის რეალურად გაუმჯობესებისთვის ისევ ვერ გამოინახა ფინანსები ბიუჯეტიდან. რაც მაქედან ფული იპარეს ყოფილმა ქოცებმა და ჟანრის კანონის მიხედვით ალბათ მოქმედებიც აგრძელებენ, რა ფული მორჩებოდათ. თან დეპუტატებს ხელფასის მატებასთან ერთად ახალი მანქანებიც ხომ უნდათ. ეს ფოტო რამდენიმე დღის წინ ჩემი პარლამენტში ყოფნისას გადავიღე. ერთი შეხედვით ამ მანქანებს თითქოს შესაძლებელი არაფერი სჭირთ, მაგრამ არის საშუალება და რატომაც არა, საქართველოს პარლამენტის აპარატმა 25 ერთეული პირველი კლასის მსუბუქი სედანი ტიპის ჰიბრიდული ავტომობილების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა თითქმის 3 მილიონი ლარია. ეს იმას ნიშნავს, რომ პარლამენტი თითოეულ მანქანაში დაახლოებით 120.000 ლარამდე გადაიხდის. აქ ყველა დეპუტატს გარდა იმისა, რომ უბრალო დეპუტატები არიან, დამატებითი თანამდებობები აქვს. კომიტეტების თავმჯდომარეები, მათი მოადგილეები, პარლამენტში სულ 15 კომიტეტი არის და თავმჯდომარესაც და მის მოადგილესაც მანქანა ემსახურება. ანუ 30 მანქანა მხოლოდ კომიტეტების მომსახურებას სჭირდება. იქ სამივლინებო ხარჯები, სამდივნო, ბენზინი, მოკლედ მთელი ბიუჯეტი ფუფუნებასა და რეჟიმის მომსახურე კონტინგენტის ფინანსურ უზრუნველყოფაზეა აგებული. კორუფციას მივუბრუნდეთ. სუსის ინფორმაციით ღარიბაშვილის და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების სახლების ჩხრეკის შედეგად 7 მილიონი დოლარი არის ამოღებული. ამაში არ შედის ოქროს ზოდები, ჯაჭვები და ბრელოკები. ეს 7 მილიონიც მხოლოდ ოფიციალური ინფორმაციით, თორე რეალურად რამდენია ამოღებული, მაგას ვინ გვეტყვის. ეკონომიკა ძალიან სწრაფით ვითარდება. გავაგრძელოთ. სუსისვე ინფორმაციით საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საკუთარი ქმედებებით სამინისტროს 1.400.000-მდე ლარის ქონების ზიანი მიაყენა. პროკურატურის დათვლით, ეკონომიკის ყოფილი მინისტრის რომეო მიქაუტაძის უკანონო შემოსავალი თითქმის 8 მილიონი ნახევარი ლარია. კიდევ გავაგრძელოთ. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის ირაკლი ქარცელაძის მოადგილის დახმარებით, შპს ლაგი კაპიტალი თაღლითურად დაეუფლა საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის ავანსად მიღებულ 9 მილიონ ლარს. ლაგი კაპიტალი თავის მხრივ 2023 წლამდე ოცნების დეპუტატის ირაკლი ზარქუას სიძეს ეკუთვნოდა. ეკონომიკა ძალიან სწრაფით ვითარდება. კიდევ გავაგრძელოთ.
გავაგრძელოთ. სამტრედია გრიგოლეთის ხიდის ჩანგრევის საქმეზე 5 ადამიანი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით კონკრეტული თანამდებობის პირებმა მიისაკუთრეს 5 მილიონ ლარზე მეტი, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა 16 მილიონ ლარზე მეტი ზიანი. პროკურატურის ინფორმაციით ვანის საკრებულოს ყოფილი ქოცი დეპუტატი ბიჭიკო პაიკიძე საკუთარი კომპანიის საშუალებით მოტყუებით დაეუფლა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ 4 მილიონ 122,259 ლარს. საკუთარ ჯიბესა და საკუთარ ოჯახებზე იგრძნობენ. რაც მართალია, ნამდვილად იგრძნეს ოცნების თანამდებობის პირებმა. აქ აღარ ჩამოვთვლით წვრილ კორუფციულ ფაქტებს. 100,000-ები და თითო და 2 მილიონი რას ალაპარაკოა. ამ რიცხვებს კარგად გადახედეთ, დააჯამეთ და წარმოიდგინეთ, რამდენი მოქალაქის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება შეიძლებოდა ამ ფულით და კიდევ იმ ფულით, რომელიც მომავალში ოცნების ხელისუფლების პირობებშივე გაირკვევა, რომ თურმე მოუპარავთ ქართული ოცნებისვე მაღალ თუ დაბალ ჩინოსნებს. და კიდევ უფრო წარმოიდგინეთ კორუფციის ის მასშტაბები, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ გამოჩნდება, რადგან ამ მომენტისთვის ნებადართული კორუფცია ჯერჯერობით ხელშეუხებელია. თუმცა ბოროტიენები ამბობენ, ნელ-ნელა ყველას უახლოვდებიანო. გამარჯობათ მეგობრებო. ყველაფრის ფონზე კოცი მაინც ამაყია საკუთარი ეკონომიკური მიღწევებით. ქართული ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილის შემავსებელ ადამიანებს კი ხმის მიცემის უფლებას ართმევს. 2024 წელს საქართველოში უცხოეთიდან 3,4 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა. ამ მხრივ პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია, საიდანაც გზავნილების ოდენობა 2023 წელთან შედარებით 24%-ით გაიზარდა, ხოლო მეორე ადგილზე იტალიაა, საიდანაც გზავნილების ოდენობა 8%-ით გაიზარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებში ქართველი ემიგრაციის რიცხვი უფრო და უფრო იზრდება. ოცნება კი ამ ხალხს ეუბნება, რომ ისინი ამ ქვეყნის ბედის გადაწყვეტაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, რადგან უცხო გავლენის ქვეშ არიან და არასაკმარისად ინფორმირებულები. იქიდან ეხლა გვაკლია, იქიდან გამოგზავნილი ხმებით მოიგოს ვინმე მარჩევნები რა. ამ გამორიცხულია. მეტიც გია, საერთოდ ეგრა გვაკლია, რომ ოცნების გარდა ვინმე მოიგოს არჩევნები. ეგრა გვაკლია, რომ ოცნების მაღალჩინოსნებმა ბიუჯეტის ფული ვეღარ ჭამონ. ეგრა გვაკლია, რომ დასავლეთისკენ წავიდეთ. ეგრა გვაკლია, რომ რუსები არ გუმართავდნენ, ღარიბებზე ვიზრუნოთ. ეგრა გვაკლია, არჩევნები არ გავაყალბოთ, ხალხი არ ვცემოთ, არ დავიჭიროთ, ჟურნალისტები არ დავასახიჭროთ და ეგრა გვაკლია, რომ ადამიანი იყოს ამ ხელისუფლების მთავარი ღირებულება. ჩვენ გვირდებით, რომ ადამიანი ჩვენი ხელისუფლებისათვის მთავარი ღირებულება იქნება. ჩვენ ვიქნებით ყველას ხომაგი, ყველა ადამიანის, ვისაც სახელმწიფოს დახმარება დასჭირდება. არ გვეთყობა.